მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ, რაც მოსალოცი იყო, რაც გაავლეთ, ქართველობა არ არის იოლის საქმე, გადავლახეთ როგორც უნდა დავამარცხეთ, ესე იგი ჩვენი თავი გმირულად რამოდენიმე სუფრა გადავაგორეთ და ვიწყებთ ჩვენს 2026 წლის პირველ გადაცემას. 26 წელი ისე დაიწყო ისე რეაქტიულად, რომ არ ვიცი, ესე არ მახსოვს წლის დასაწყისში 2 კვირის მანძილზე ასეთი ამდენი მოვლენა ყოფილიყო. დავიწყოთ ახლა თანამდებობად ირანის ამბავი. დღეს უკვე შეგვიძლია თქვათ, რომ შეიძლება ითქვას, თუ ტრამპი არ სამხედრო ეშმაკობას არ მიმართავს და სიტუაციას ვითომაწნარებს, პირდაპირ ესე იგი დარტყმა ირანზე არ გახორციელდება ამერიკის მხრიდან. იმიტომ რომ როგორც ტრამპი ამბობს, იქ სიკვდილით დასჯა, მოკვდინება პროტესტანტების აღარ გრძელდება. ასევე რუსების მეშვეობით ებრაელები ელაპარაკებიან ირანელებს, ესეც გავიგეთ და ნუ რაღაცა თითქოს მოლაპარაკების ბურუსში ეხება ეს ყოველივე შესაბამისად რევოლუცია არ შედგა. და არ შედგებოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ესე არ არის მარტივად საქმე მანდ ირანში. შემდეგი ამბავი, გრენლანდიის ამბავი მწიფდება, მეგობრებო, ეს რაღაცა ენით აუწერელი ამბავი ხდება. ეს ნიშნავს, ეს თუ მოხდა, ამა თუ იმ ფორმით, სხვათა შორის არ არის აუცილებელი სამხედრო ფორმით დაისაკუთრონ კუნძული, ამა თუ იმ ფორმით თუ დაისაკუთრეს, ეს არის ბოლო ლურსმანი ნატოსა და ევროკავშირის დასავლეთის კუბოში, იმიტომ რომ მაგას ღიად ამბობენ, პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს ამას და ძალიან ბევრი ამბობს პირდაპირ, რომ ეს თუ მოხდა, ანუ ეს ექსპანსია, ანექსია თუ მოხდა, მნიშვნელობა არ აქვს იარაღით თუ ფულით, მაგალითად, ნუ ეს იქნება დასასრული ნატოს და ევროკავშირის და ძალიან საინტერესოა თვალყურის მიმდევნება ამაზეც მინდა რომ თქვენი აზრით თქვა, სხვა ჩვენი თანამედროვე ლიბერდებილები არც არ ამბობენ ბევრს არ ლაპარაკობენ გრენლანდიაზე, ტრამპის აი ამ უჩვეულო კაია ბევრს არ ლაპარაკობენ. არა, ვერ ამბობენ, არა, ჩამოყალიბებულები არ არიან რა. ხო, მანდაც გამოიკვეთა ანტიტრამპისტების და ტრამპის მომხრეების რაღაც გარკვეულ. არა, მე მაინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანები რას იტყვიან, ჩვენი ჩვეულებრივი ლიბერდებილები. ხო, შემდეგი ამერიკაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაგარი სპეცოპერაცია ჩაატარეს და ერშენი მადურო მეულითურთ აბძანეს 100 წელი თუ 150 წელი, არის რამდენი წელი, ეგეთი რამ არ ყოფილა, არა, ნორიეგას შემთხვევაში იყო ეს. და ზუსტად იგივე დღეს მოხდა. ნორიეგას შემთხვევაში იყო ეგრე და გაიმეორა ამერიკამ იგივე. და სხვა შორის განცხადებები ძალიან მაგარი აქვთ ამ ნახევარსფეროში ჩვენ ვართ უფროსები. არც მალავეთ, რა იყო მთავარი მანდ, ნარკოტრაფიკის ერთ-ერთ გმირად გამოყავდათ ნორიეგა და ამაზეც ამბობდნენ რომ ნარკოკარტელის ხელმძღვანელია ამ მადუროზე, ჩემი წოდიცავსე მადუროზე, მაგრამ მე ბოლოს ტრამპი ღიად ამბობს პირდაპირ რომ საქმე არის ავტომში, მეტი არაფერში. ბოლოს ეს თქვა რა. აი ეს მოვლენები საქართველოში მშვიდობა გვაქვს ღვთისმადლით და ყველაფერი კარგად არის. და ასეც უნდა იყოს. მოდი ჯერ საერთაშორისო მიმოხილვით დავიწყოთ და მე აქაური ამბებსაც მიხედოთ, ხო? გამარჯობა, მოგესალმებით. გილოცავთ დასასწავლებს. ჩემი აზრით, ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც ალბათ თავდება მე-20 საუკუნე, ანუ რას გულისხმობ. რაღაც მომენტში, ანუ პირველ მეორე მსოფლიო ომმა განაპირობა ის, რომ მსოფლიო შეთანხმდა, რომ ანუ ომებისთვის საჭირო იყო მიზეზი. თან საჭირო იყო სერიოზული. კაზუს ბელი, ქვია მაგას. ხო, არა, კაზუს ბელი მანამდეც იყო და ოღონდ შეიძლება რაღაცა აბსოლუტურად დებილური ყოფილიყო კაზუს ბელი და ამ შემთხვევაში ეს რაღაც მორალური ეთიკური მხარეები გახდა საჭირო და ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა არის ის, რომ ამერიკამ თქვა, რომ ეს აღარაა საჭირო. და ეს არის ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იცით რა არის, მე ასე ვუყურებ რა, მე ხალისეულობა დამთავრდა. ხო, მე ასე ვუყურებ ამას რა, რომ ჩემი აზრით ტრამპი კი არ არის მნიშვნელოვანი. ნიშნულოვანი და ტრამპი ვიცით რაც არის, ანუ მეგალომანიაკი რაღაცა ტიპი, რომელს ძალიან უყვარს შექება რაღაცები. ოღონდ ეს ცინიკური ბიზნესმენი ტიპია, საკმაოდ შეზღუდული განათლებით, მაგრამ მეტნაკლებად თავის სიგიჟეშიც პროგნოზირებადია. ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ჩემი წარმოდგენით იმის შემდეგ, რაც უკვე მართლა ფანატიკოსები გაიმარჯვებენ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ იცნობთ ამერიკის პოლიტიკას, ხვდებით რომ ამერიკაში
ის რაც საქართველოში სიბნელის ყველაზე ბნელ მხარებად შეიძლება განიხილებოდეს, ამერიკაში ჩვეულებრივი პოლიტიკის ნაწილია, იმიტომ რომ იქ მართლა არიან ძალიან სერიოზული. ფანატიური ადამიანები. ძალიან სერიოზული ფუნდამენტალისტები, სხვა მიმართულებით, ანუ ეს ქრისტიანული, რელიგიური, ოლქები, ლიბერალურები კიდე. და შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ მაგალითად ევროკავშირი ვერ აყვა ამ პროცესს, იმიტომ რომ ანუ ამერიკამ თავს მოახვია ევროკავშირის რაღაც თამაშის წესები, რომელსაც თვითონ აღარ აღიარებს, მაგრამ ევროკავშირის დარჩა ეს თამაშის წესები და დაბნეულები არიან. დაბნეულები არიან და მე ახლა დავაკვირდი რომ მთელი მოლოდინი არის ტრამპამდე, აი ოღონდ ბოლომდე რა იქნება. ოღონდ აი ტრამპამდე მიგვაღწევს. მაგრამ სხვათა შორის ჭკვიანური ნაბიჯი გადადგეს ერთი რომ მერცმას თქვა და ვიღაცებმაც რომ რუსეთთან უნდა ვილაპარაკო. ანუ რა ეს არ ვიცი როგორ მოხდება ეს. შეიძლება არ გახორციელდეს. ძალიან გავს ეს ევროკავშირის შიდა პოლიტიკა იმას, რაც ჩვენ საქართველოში გვაქვს და ჩვენ ოპოზიციაში, ანუ რა ვსგულისხმობ, რომ არის რაღაც თემები, რომლებზეც ჩვენი NGO სექტორი ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. და ანუ აწესებს რაღაც საზურებს, რომლის იქეთ ვერ მათ აქვთ უფლება გავიდნენ, მაგრამ შენ არ გაქვს უფლება. ესაბამისად ევროკავშირმა თვითონ დაიწესა შეზღუდვები, რომ მაგალითად არ უნდა დაელაპარაკოს რუსეთს. რის გამოც მათ თავი დაიზიანეს და პერსპექტივაში გამოდის, რომ მათ ამერიკას ის აღარ აინტერესებს, ჩინეთთან უფუჭდებათ ურთიერთობა, რუსეთთან მტერია და აღმოჩნდა, რომ ცალკე თავად ევროკავშირიც არ არსებობს. კი ბატონო, ხო. საინტერესო თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძლიერებას რო გავიყოთ. რეიგანიდან დაწყებული, კლინტონამდე, ბუშ უმცროსამდე დამთავრებული ამერიკის სამხედრო დოქტრინაში ეწერა, რომ ამერიკას შეუძლია ერთდროულად ორ რეგიონში, ორ სხვადასხვა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი აწარმოოს. ობამას დროს უკვე ეწერა, რომ მას შეუძლია მხოლოდ ერთ რეგიონში აწარმოოს ფართომასშტაბური ომი. ანუ ის რაც იყო რეიგანის დროს ეგეთი სიძლიერე აღარ აქვს ამერიკას დღეს. ნუ მეორეა რომ ეხლა სხვა რეგიონის სახელმწიფოების წინ წამოვიდა ჩინეთი და ასე შემდეგ, ხო? და გასაგებია რომ ისეთი სხვა ტიპის მოწინააღმდეგეები ხავს, ეხლა ტექნოლოგიური მოწინააღმდეგეები ხავს, ზუსტად. მაგრამ ნათელია რომ აი ეს მონდროს დოქტრინა არ არის შემთხვევითი რა. მონდროს დოქტრინა მინდა შეგახსენოთ, ეს იყო ამერიკის სტრატეგია პირველ სოფლიო ომამდე. ეს იყო ის სტრატეგია, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ ამერიკა არ ჩართულიყო დიდ სამხედრო კონფლიქტებში, კი, მაინც ჩაერთო რა საბოლოო ბოლოს 17-ში, ხო. მაგრამ ჩაერთო როგორც გამარჯვებული. და ბენეფიტები მიიღო ბევრი. ორივე სოფლიო ომისგან, რომელიც, მეორე სოფლიო ომი მეტნაკლებად შეეხო თვითონ, პერლ-ჰარბორს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მაინც ტერიტორიულად მეორე სოფლიო ომი მიმდინარეობდა ამერიკის მიღმა, ხო? ამერიკა მაინც ის გახდა, გამარჯვებული გახდა და არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ მან ესე იგი გაიმარჯვა ომი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე ძლავრი სახელმწიფო. ეხლა ამ პოლიტიკური კრიზისის დროს ძალიან ესეთი გასაგები მოდელი არის ის, რომ ამერიკა ელოდება დიდ ომს სხვაგან. იქნება ეს ევროპაში, იქნება ეს აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში თუ ასე შემდეგ. და ის მან უნდა დაიცადოს იქამდე, სამდე ის გაძლიერდებას. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენ გრენლანდიის ლოგიკას. გრენლანდია, აი რო ავიღოთ ჩილდ პოლუსის რუსეთის მხარე დნება და იმის მხარე რა ქვია ამერიკის და კანადის მხარე არის ჯერჯერობით. ჯერ არ დნება. და ჩდება ახალი გზები, უფრო მოკლე გზები ჩდება და ნათელი არის რომ 10 წელიწადში ეს გზები ამ გზებით უკვე თბილ ზღვებზე აღარ გაივლის, ანუ იმ გზებზე აღარ გაივლის, სადაც ამერიკის კონტროლია. და რასთავარი უფრო იაფი იქნება ეს პროდუქცია, იმიტომ რომ უფრო მარტივად ჩინეთიდან სევერნი მარსკოი პუც ეგრე ქვია, პირდაპირ მურმანსკში ჩავდა, იქიდან ევროპაში, კი ბატონო. ეს ერთი მხრივ, ნახეთ, ერთი მხრივ ეს არის ის, რომ ამერიკას ერთი მხრივ უნდა ის რომ თავის ნახევარსფეროს ფლობდეს, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ აი ეს პროექტი მას სერიოზულად უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, გრენლანდიის საკითხი ეს არის უახლოესი 1 წლის ხო, თვითონ ისე რა ქვია, საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყვეტა.
ფაქტია რომ ის რაც ტრამპი ამბობს რომ 130,000 თუ 150,000 იყო რომ თითოეულ გრენლანდიას მიუცემ იმ შემთხვევაში ესე იგი პროცედურულად ესე არის რომ გრენლანდიამ ესე იგი ჯერ უნდა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და შემდეგ უკვე უნდა შეუერთდეს ესე იგი შეერთებულ და ეს არ იქნება თანამედროვე დასავლური აჯენდის სიკვდილი რა იქნება ოღონდ მოდით ლოგიკა დავინახოთ ამერიკა ხედავს რომ ამ სიმძიმეს რაც აქამდე მან შექმნა ვერ ატარებს. ამიტომ მოდი ჩვენ შევუწყოთ ხელს იმას, რაც ჩამოსაშლელია. ისე ჩამოშლოთ, რომ როგორც საბჭოთა კავშირი ჩაყვა, ისე ჩვენ არ ჩავყვეთ და ჩაყნეს, კაი, პოლონეთი ჩაყვეს, რა ვიცი, ის გერმანია ჩაყვეს, კი ბატონო, მაგრამ მე არ უნდა ჩავყვე ამ იმაში. სადაც შემიძლია რომ გამოვიდე და სადაც შემიძლია რომ გამაგრდე. ამიტომ გამოდის აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ყველა აი სადაც ფეხებზე კიდია. ეს გაერო იქნება თუ ეს გაერო ღიად პატივს არცევს, ღიად აბსოლუტურად. ეს ვენეციის კომისია იქნება. ვენეციის კომისია დაიკიდა ფეხებზე, ხო? და ეს ძალიან ისეთი მომენტია რომ ნათელია რომ ხდება გამაგრება ამერიკის თავის ნახევარსფეროში და მოლოდინი და მეორე მხრივ ამერიკის სტრატეგია იქნება მოლოდინი რომ დიდი სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს. მეორე მომენტია რომ აი გერმანიის პოზიცია ცოტა არ მეც ერთი მხრივ მერცმა განაცხადა რომ რუსეთი ევროპა და მე რამოდენიმე კვირის წინ განაცხადა რომ გერმანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებას. რომ მაგორ შორის იყო არეშნიკის ჩავარდნა ლვოვში და შეიძლება პოზიციის ცვლილება მაგანაც განაპირობა. მან ფაქტია რომ ეხლა ეს როგორც არ უნდა იყოს მილიტარიზაცია ევროპის ალბათ მეყოფაცა რა. მოდი ესე ვთქვათ რას გულისხმობს ეს მილიტარიზაცია და სამხედრო დოქტრინა ჯერ ხო არ ვიცით. არ ვიცით ეგ სამხედრო აი ორბანი და მერცი ერთად სადმე დოქტრინა რო ვიცით ჩვენ ნატოს სამხედრო დოქტრინა, მაგრამ არ ვიცით გერმანიის და ევროკავშირის ნატოს დოქტრინა კრახს განიცდის, თორე. ნუ გავაგრძელებ ხას ასე ამერიკა თავის ტერიტორიას იზომავს, ასე ვთქვათ, და ეს უნდა იყოს ხადია მისი ნახევარსფერო, მაგრამ ესე არ იქნება მარტივად მე ესე მგონია, იმიტომ რომ შეიძლება ჯერ უნდა დავალოძოთ ვენესუელაში კიდე რა მოვლენები იქნება, იმიტომ რომ მართალია პრეზიდენტი მოპარეს, მაგრამ კიდე არის იქ ბევრი საკითხი, მათ შორის ნავთობის მთავრობა ვერ გადააყენეს. ხო, საბოლოოდ გადასაწყვეტდა იქ კიდე ბევრი ანტიამერიკული განწყობები სამხრეთ ამერიკაში. კოლუმბიაში მაგალითად. კოლუმბიაში გაძლიერდება, ბრაზილიაშიც და სხვაგან მემარცხენე ქვეყნებია უმრავლესობა. ბაჭოს მექსიკასაც დაემუქრა, რომ კარტელებსო რაკეტებით dabombaო. რაც შეეხება ევროკავშირს, მე მაინც მგონია, რომ იქ თუ იმძლავრებს რაღაც საღი აზრი, მათ ისი მოუწევს დაამთავრდა რუსეთთან დალაგება, რაც შეიძლება ეს არეშნიკისგან შეშინებული სიტყვები იყო მერცის ის რომ აი თქვა რუსეთიც ევროპა რაც ხადია ესეა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი სწორედ ამ ამერიკის თამაში თუ ევროპას რაღაც სუვერენიტეტის მარცვლები დარჩენია რაც საეჭვოა რუსეთთან დალაგება იქნება ყველაზე ლოგიკური, იმიტომ რომ აი ის რაც ნუკრი თქვა რომ ეს ამერიკა ელუდება, ასე ვთქვათ, აი სხვაგან ომებს, ეს სხვაგან ომები მათ შორის უნდა იყოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, ნატოს რომელიმე ქვეყანასა და რუსეთს შორის დიდი ომი. ახლა ის ჩინეთის ტაივანის ომი სხვა არის, მაგრამ ეს უნდა იყოს და უნდა ევროკავშირმა ეს გააცნობიეროს. მეორე საკითხი, რაც აი ამ ახალ წლებზე ესე მოხდა, არის რომ საერთაშორისო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი, ასე ვთქვათ, საბოლოოდ გარდაიცვალა, რაც ჩვენაირი ქვეყნებისთვის შეიძლება არც ისე კარგია და ასევე დამთავრდა სიცხადე ჯობი. აი არსებობს ნიკამ კარგად არსებობს ხანმოკლე მე-20 საუკუნე და არსებობს ხანგრძლივი მე-20 საუკუნე. ეს ხანგრძლივი მე-20 საუკუნე დამთავრდა, იმიტომ რომ ადრე აი მართლა მოდერნის ეპოქაში რა იყო იდეოლოგიები, დაპირებები კარგად ყოფნის, ხო? ზოგი ამბობდა პროლეტარიატისთვის, ზოგი ამბობდა რომ თქვა ლიბერალური დემოკრატიისთვის, ზოგი კონკრეტული ნაციისთვის და ანუ რაღაცა დიდი ნარატივის არ ქონა, იწევს აი ამ მულტიპოლარულ წესრიგს, მაგრამ ეს მულტიპოლარული წესრიგი როგორი იქნება? ჩვენ ხო აი ხშირად ვამბობთ რომ ეს კარგია, მაგრამ ვისთვის იქნება? მარტო დიდი ქვეყნებისთვის იქნება თუ პატარებისთვის? ჯობია. ანუ საერთაშორისო წესები არც არასოდეს არ მოქმედებდა ისე როგორც დეკლარირებული იყო და სიცხადე ჯობია რა თქონდა. ფურცელზე იყო ყველაფერი დაწერილი. ეხლა ცხადად არის და წესებზე დამყარებული რაღაცა წესრიგი. არაფერიც არ არსებობდა, ჩვენ ხო კარგად ვიცით, ჩვენთვის არსებობდა, არა, ევროკავშირს რაც სურდა, იმას ამერიკასაც აკეთებდა, არა, თავისთავად ცხადია და ამერიკის წინა ადმინისტრაციასაც დემოკრატიის სახელით, ანუ გადატრიალებას გიწყობდა რაღაცა ეკონომიკური ბლოკადები, 1000 რაღაცას აკეთებდა იმისათვის, რომ თითქოს და დემოკრატიას არ ვითარებდა და ჩვენზე ზრუნვაში ამოსდიოდათ
სული და დღე-დაღამეს ათენებდნენ, ხო? და რამდენი ადამიანს ატყუებდნენ. ახლა დღესაც თუ ვერ მიხვდები ადამიანი რა მიზნები დამოწმებია და რა ხდება, რა ქარიშხალი უბერას, ნუ დამთავრებულია, ხო? სხვადასხვა აი მონროს დოქტრინის მიხედვით თუ არ ვცდები, დასავლეთ ნახევარსფეროს უნდა დაეპატრონოს ამერიკა მთლიანად. ხო, ორ კონტინენტს. ხო, და მან თავი ისაა, რომ დასავლეთ რუსეთს დაეპატრონება ჩინეთი და რუსეთი მე რას აკეთებს? ამ შემთხვევაში ისინი ხო ვიღაცას გამოუჩდებიან პატრონად, მოდი ესე ვთქვათ რა, მაგრამ აქ როგორც აქტორი ევროკავშირი აღარ არის, აღარც იქნება. ეს არის გამორიცხული. დღეს რო დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ სასწრაფო წესითო რაღაცა შეიარაღებასთან დაკავშირებით უნდა მივხედოთო. ინტენსიფიკაცია უნდა. რა თქმა უნდა, დამოკიდებულები იყვნენ, მთლიანად იყვნენ ჩამოკიდებულები შეერთებულ შტატებზე. დარჩნენ გაღიმებულები ეკონომიკის ნაწილშიც შეერთებული შტატები აგერ ურტყავს და ანგრევს. სამხედრო თვალსაზრისითაც თავისთავად ცხადია. გამოდის იმ თავისთავად ცხადია. ანუ ეხლა წეღა ვამოვდით გერმანიამ რომ რაღაც განცხადებები გააკეთა. გერმანია ჩვენ ხო ერთი წელი იმაზე ვაპარაკობთ, რომ გერმანიამ თავი დაღუპა. ანუ ეკონომიკა წავიდა ამერიკაში. იმ ქვეყანაში, ანუ ნომერ პირველი ეკონომიკა იყო. ანუ როდესაც ევროკავშირი შეიქმნა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და განსაკუთრებით გერმანიაში გადაიტანეს მთელი მრეწველობა. იმიტომ იყო ძლიერი ეკონომიკურად, ხო? ეს მრეწველობის დამსახურება იყო ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა. შესაბამისად ეს მრეწველობა გამოაცალეს გერმანიას და დარჩა დიდი სამრეწველო ქარხნები იხურება და უკან მიდის მაგათაც. ნაკადი ჩაუმბრი. ოყურე, ანუ გამოეცალა ის ვიზეც იყვნენ ჩამოკიდებულები შეერთებული შტატები, ვინ დარჩა რუსეთთან თუ ისევ ეკონომიკა მათ არ აწარმოეს, საბოლოო ჯამში დაიღუპებია. გამოსავალი არც აქვს. და ჩინეთი. ჩინეთი და რუსეთი. აღარ დარჩა მეტი გამოსავალი, ხო? შეერთებული შტატები უკვე ღიად დასცინის. და ახლა დაცილის კი არა ომის ემუქრება. მეტი რა გზა აქვს? რა გზა აქვს? მეტი ხო სასად უნდა წავიდნენ, ვისთან უნდა ითანამშრომლო. იაპირეს რუსები, რუსეთს აქვს თუ გახდა უცებ რუსეთი ევროპის ქვეყანა. ევროპული და ცოტა ხანში დემოკრატიულსაც იტყვიან, აგერ დაველოდებით და მოისმენთ. როგორც კი რაღაცა ახლო კონტურები გამოჩნდება, ომის დამთავრების კონტურები როგორც გამოჩნდება, ეგრევე ეს მთელი ქვეყნები, საფრანგეთი მათ შორის, გადაეწყობიან და როგორც დემოკრატ ლიდერს ისე დაუწყებენ პუტინს. ბოდიში მაკრონი როდის აგერ თქვენ და აგერ მე. არჩევნები როდის აქვს? 27-ია. 27. არჩევნები. ასე რომ გაიცათ. ასე რომ სოფლიო პოლიტიკა დღეს, მოდი ესეთ რაღაცას შევადაროთ რა. ერთ-ერთზე სულხან საბასა აქვს ესეთი იგავარაკი დათვი მგელი და მელარო ნადავლს ინაწილებენ. და ვინცო ასაკითო ყველაზე უფროსიაო, იმას შეხვდება მეტიო. და ეს მელარო იძახის რომ მე 10 წლისა ვარ, რომ ის რაღაც მგელი გამოხდება, რომ მე 25 წლისა ვარ, რაღაცა ეგეთი და მე მეტი მეკუთვნის და ასე მოთქვა რომ მე 3 წლისა ვარ, მაგრამ ერთი კაი ბიჭები ხართ და მოდით დამართვითო რა. ზუსტად ეგეთი პოლიტიკაა დღეს სოფლიოში. რა გეოპოლიტიკური გზავნილი მოდის, თქვათ, უცებ ხვალდაზე რა მოხდება, კაცმა არ იცის და ანუ პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, არის ძალიან ძნელი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ გულისხმობ, ხელისუფლება ჭკვიანურად აკვირდება ამ ყველაფერს და რაღაცა მულტიპოლარულ სამყაროში აძლიერებს ფინანსურ და რაღაცა ეკონომიკურ მდგომარეობას. თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. და ანუ როგორ არის, იცი რომ აი ეს გეოპოლიტიკური გამოხტომების დრო არ არის ახლა რა. შენ ხარ რაღაცა სამი სპილო რომ ერთმანეთს ეჭიდავებოდეს და შუაში გაიჭრით რაღაცა შეყო თავი და რაღაცა იცი რა. ხო, ეგრე არ ვიყავით კაცო. სისულელეც არ აქვს, ეს არის დიდი სიბრიყე. ამიტომ სანამ ეს ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდება და სოფლიოს პატრონები გამოუჩნდებიან უკვე, ხო? სხვანაირად გადალაგდება, ეს ახლა ორჯერორია, რომ ეს უნდა გადალაგდეს, ხო? წეღარობა მოვდი, თუ დასავლეთ ნახევარსფეროს შეერთებულმა შტატებმა წაიღო, ანუ ჩინეთსაც და რუსეთსაც ექნება თავიანთი გავლენის ზონები. სად მოხვდებით? მაგი კაცმა არ იცის. დაახლოებით კი. და ასე შენ, ნუ დაახლოებით ახლა პროგნოზების გაკეთება, სავარაუდოდ შეიძლება, მაგრამ ისიც სავარაუდოდ. ამიტომ დღეს ჩვენ უნდა გავიძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოზიციები. იმიტომ რომ როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება და ჩვენ მოგვიწევს ჩვენი პოზიციების წინა პლანზე წამოწევა, ზოგის დაცვა, ზოგის გატანა, ანუ ძლიერი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა უნდა იყოს, მაგრამ არ გამოვა. შეუძლებელია ეხლა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა და გონიურლათაც იქცევიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხო? აგერ ეკონომიკა წინ მიდის,
აგერ ორი დღის ამბავია რომ სოფლიო ბანკი ამბობს რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავ შარშანდელზე მეტად შეაფასა რომ 5.5%-ით გაიზრდება, მაგრამ რეალობაში უფრო მეტი იზრდება. აგერ ევროკავშირის კვლევების სხვა რაღაცებს, ანუ ვიწინააღმდეგებს უკეთეს იმასაც ამბობენ რომ მათი სანაკებო მოლდოვა და უკრაინა სადღაც უბედურად ჩამორჩენილები არიან და გინდა ნებისმიერ საკითხში ხო საქართველოსთან ახლოსაც ვერ არიან, ვერც რეგიონში, ვერც აგერა გუშინდელი კვლევა იყო რომ უამრავ ევროკავშირის ქვეყანას უსწრებთ უკვე რა სხვადასხვა კრიტერიუმებით და ასე შემდეგ, ხო? მე მგონი საუბრებიც კი აღარ არის მეტად ინტენსიური უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება. აღარ არის უკრაინისთვის, ხო? ევროკავშირში გაწევრიანება იქნება სატყუარა ტერიტორიების დასაცმობად. აგერ ბატონო, ხა ნატოში მაგას აღარავინ აღარ მიიღებს, ხო? ნატო იშლება. აღარ არის. ამიტომ ერთადერთი რასაც შეიძლება შეპირდნენ, იქნება ის რომ, იცი რა, აგერ მიგიღებთ ევროკავშირში დაჩქარებული წესი და დათმე ტერიტორიები. ძალიან საინტერესო თემა წამოჭერეთ და კიდე რა მინდა თქვა, ეხლა უკვე შიდა ამბებს დაუბრუნდეთ. მართალია ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლებასთან ერთად ვიზრუნეთ ჩვენი ეკონომიკური წინსვლის თაობაზე და ეს ანტიკორუფციული ზომები ზუსტად მაგისკენ არის მიმართული, იმიტომ რომ თუ კორუფცია არის ქვეყანაში, ეკონომიკა ისე კარგად ვერ განვითარდება, ეს ორჯერ 2-4.